მაისში საქართველოში ინფლაცია 5.7% იყო სექსტატის მონაცემებით, აპრილთან შედარებით მაისში ინფლაციის მაჩვენებელი 0.2%-ული პუნქტით შემცირდა. ინფლაციის მთავარი განმაპირობებელი ტრადიციულად გაძვრებული სურსათია, სადაც 5.2%-იანი ზრდა დაფიქსირდა. მნიშვნელოვნად გაიზარდა ფასები ტრანსპორტის ჯგუფში, განსაკუთრებით საწოლზე, სადაც ზრდამ 22.7% შეადგინა. გარდა ამისა, 7%-ით გაძვირდა საცხოვრებელი წყალი, ელექტროენერგია და აირი. ალკოჰოლისა და თამბაქოს კატეგორიაში ფასები 7.2%-ით გაიზარდა, ხოლო ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ხარჯები 5.1%-ით. ინფლაციის მონაცემების გარდა გუშინ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა განახლებული ეკონომიკური ზრდის პროგნოზებიც გამოაქვეყნა. EBRD-ის პროგნოზით საქართველოს ეკონომიკა წელს ნავარაუდები 5.5%-ის ნაცვლად 6%-ით გაიზარდება. რეალური მშპ 2026 წელს 6%-ით, ხოლო 2027 წელს 5% იქნება, ვკითხულობთ ანგარიში. ამასთან პროგნოზების თანახმად საქართველოს უძრავი ქონების, ტრანსპორტისა და განახლებადი ენერგიის სექტორებში საინვესტიციო პირობების განხორციელებამ შესაძლოა ეკონომიკური ზრდა კიდევ უფრო დააჩქაროს. განახლებულ ეკონომიკურ მაჩვენებლებზე საუბარს სტუდიაში ეკონომისტ ირაკლი მაკალათიასთან ერთად გავაგრძელებთ, რომელიც შემოგვიერთდა და გინდ ელმშვიდობისა. ირაკლი, მადლობა რომ იღებთ გადაცემაში მონაწილეობას. მოდი ინფლაციით დავიწყოთ. 5.7 ნიშნავს, რომ წინა თვესთან შედარებით მცირედით შემცირდა, თუმცა მიზნობრივთან შედარებით კვლავ მაღალია. რა ფაქტორებმა იქონია ამ შემთხვევაში გავლენა და როგორია პროგნოზები და მოლოდინები ფასებთან? კეთილი, მოგესალმებით და მადლობა მოწვევისთვის. პირველი რაც უნდა აღვნიშნოთ, რომ ინფლაციის მაჩვენებელი მცირდება, 0.2%-ული პუნქტით არის შემცირებული, თუმცა მაინც შემცირების ტენდენცია არის, მაგრამ აქ საუბარი არის იმაზე, რომ ინფლაცია შემცირდა და არა ზოგადად ფასები. ფასების შემცირებაზე აქ არის საუბარი იმაზე, რომ პროდუქტები, რომლებიც უფრო მეტად გაძვირდა წინა, ასე ვთქვათ, პერიოდში, ეხლა აი ამ გაძვირებულ პროდუქტთან შედარებით უფრო ნაკლები პროცენტული პუნქტით გაიზარდა ფასები. ამიტომ აქ როცა ხშირად არის ხოლმე საუბარი რაღაც ინფლაცია შემცირდა, ეს აღქმა არ უნდა იყოს, რომ ფასები შემცირდა. პირიქით, ფასების ზრდის ტემპი არის შემცირებული. თორე გაძვირებული პროდუქტები ისევ ასე ვთქვათ პრობლემატიჩება ჩვენს ქვეყანაში. აქ კიდევ მნიშვნელოვანია, რომ რამაც გამოიწვია რამდენიმე ასე ვთქვათ ჯგუფზე შეიძლება აქცენტის გაკეთება. ეს ჯგუფები არის ასე ვთქვათ ავეჯი და საოჯახო ნივთები, კავშირგაბმულობა, სადაც ასე ვთქვათ პირიქით დეფლაცია ჰქონდა და აი ამან გამოიწვია მნიშვნელოვანწილად ასე ვთქვათ ფასების შემცირება. ასევე მნიშვნელოვანია ისიც, რომ სურსათის ჯგუფშიც ასე ვთქვათ ინფლაციის მაჩვენებელის შემცირება ფიქსირდება 7.5-დან 5.2%-მდე. თუმცა ესეც ერთი შეხედვით შეიძლება რაღაც დადებით ტენდენციას მიანიშნებს, რომ სურსათის ჯგუფში ასე ვთქვათ ინფლაცია შემცირდა, მაგრამ კონკრეტულად ყველაზე მეტად მოხმარებად პროდუქტებს თუ ავიღებთ, აქ მაღალი ინფლაცია გვაქვს, განსაკუთრებით აქ მნიშვნელოვანია ის, რომ ვთქვათ თევზეულზე 20%-იანი ზრდა გვაქვს, ხორცი და ხორცს პროდუქტებზე 10%-იანი პური და პურ პროდუქტებზე 7%-იანი ასე ვთქვათ ზრდა და ასე შემდეგ. ხილ და ბოსტნეულზე გვაქვს პირიქით დეფლაცია და ამან მნიშვნელოვანი წელი მიუძღვის ამ მაჩვენებელს სურსათის ჯგუფში ფასების შემცირებაზე. ზოგადად რომ ვისაუბროთ რაღაც რომ შევაჯამოთ, ინფლაციის მაჩვენებელი მცირედი პუნქტით, მაგრამ შემცირებულია, თუმცა ეს შემცირებები გამოიწვია არა ძირითადი მოხმარების პროდუქტების დეფლაციამ და შემცირებამ და პირიქით ის პროდუქტები, რაც ყველაზე მეტად მოთხოვნადია და განსაკუთრებით ეს სურსათის ჯგუფს ეხება, აქ მაღალი ინფლაცია გვაქვს და ხშირ შემთხვევაში ორნიშნა ინფლაციის მაჩვენებელიც კი. რომელი ფაქტორები მოქმედებს დღეს ყველაზე მეტად ფასების ზრდაზე? ეს არის შიდა ფაქტორები, შიდა ეკონომიკა თუ ისევ გლობალური პირობები და მათ შორის აწევის გაძვირება რჩება ნომერ პირველად? რა თქმა უნდა, ყოველთვის მთავარი პრობლემა არის შიდა საკითხები. როდესაც რაღაც ინფლაციაზე ვსაუბრობთ, ყოველთვის მოყავთ მაგალითი, რომ ყველაფერი იწვევს ინფლაციას გარდა შიდა საკითხებისა. ეს ბრალდება ომს, ეს ბრალდება მიგრაციას, მეზობელ ქვეყნებში მაღალ ინფლაციას, რომელიც ვითომ და გადმოეცემა საქართველოს და რაღაც ერთჯერად რაღაც დაკვირვებით შეიძლება დილეტანტურად ესე შევაფასოთ, მაგრამ ეს ყველაფერი ამაზე საუბარი იწვევს იმას, რომ თავარი საკითხიდან გადახვევა ხდება და თავარი საკითხზე ფოკუსირებიდან სხვა საკითხებზე, სხვა არამნიშვნელოვან, ნაკლებად მნიშვნელოვან, ასე ვთქვათ, საკითხებზე ხდება ფოკუსირება და თავარი არის ის, რომ თავარი პრობლემა არის შიდა პრობლემას, რასაც ვსაუბრობთ, ეს არის სწორედ ის, რომ ფულის მასის ზრდა.
წინა ასე ვთქვათ ერთ გადაცემას ჩვენ ვისაუბრეთ ამ საკითხზე. აქ არის მნიშვნელოვანი რა, რომ როდის გვაქვს ფასების და როდესაც ფულის მასა წარმოებული პროდუქციასთან მოდის დისბალანსში. ანუ თუ უფრო ნაკლები პროდუქტი გაქვს და უფრო მეტი ფულის მასა, შესაბამისად ეს პროდუქტები გიძვირდება. და ჩვენ შემთხვევაში გვაქვს ის, რომ იგივე ეროვნული ბანკის საიტზე შეხვდეთ და ეს მონაცემები ნახოთ, საჯარო მონაცემებია, ფულის მასა იზრდება, უფრო მეტი ტემპით იზრდება, ვიდრე ეკონომიკურის და გვაქვს და თუნდაც M2 აგრეგატი რაც გვაქვს ბოლო 3 წელში თქვათ 2023 წელში 29%-ით არის გაზრდილი, 21%-ით არის გაზრდილი 2024 წელს, 2025-ში 13%-ით. ანუ ფულის მასა შეიძლება ისაუბროთ იმაზე, რომ ეკონომიკაც ხომ იზრდება და მაშინ ფულის მასაც უნდა მიყვებოდეს აი ამ პროდუქტების მომსახურებისთვის, გაცვლისთვის, მაგრამ ნუ სათქონია ამდენ პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა, ხო? თუნდაც ბოლო პერიოდები რაც უნდა ვნახოთ დინამიკაში, ფულის მასის ესეთი ტენდენცია გვაქვს, რომ მზარდი მაჩვენებლები გვაქვს, უფრო მეტი ფულის მასა გამოდის ბაზარზე, ვიდრე ეს ეკონომიკას ჭირდება და ეს არის ასე ვთქვათ მთავარი გამომწვევი მიზეზი, რის გამოც ასე ვთქვათ ინფლაციის მაჩვენებელი გვაქვს და ფასების საერთო დონის ზრდა. სხვა დანარჩენი საგარეო ფაქტორები, დიახ, რასაკვირველია, გარკვეულწილად მოქმედებს კიდევაც, განსაკუთრებით ტრანსპორტის ჯგუფში, სადაც ორნიშნა ინფლაციის მაჩვენებელი გვაქვს. აქ პირველადი ეფექტი რაც შეიძლება გააკეთოს და პირველადი ასე ვთქვათ ნაბიჯები, სწრაფი ეფექტისთვის რაც უნდა გააკეთოს, ნუ ეს საგადასახადო მიმართულებით, ასე ვთქვათ აქციზის მიმართულებით გადასახადის შემცირებას თუ DGG-ის მიმართულებით, თუნდაც მოკლევადიან პერიოდში შემცირებას, რომ ეს ასე ვთქვათ ძიმეწნეხად არ დააწვეს ბაზარს. ეს მე მგონი მოვისმენთ თავდაპირველად თქვენ კომენტარები იმასთან დაკავშირებით, რომ ფაქტორურად წარმოუდგენელი იყო, ესეც მიანიშნებს იმას, რომ ეს წარმოუდგენელია ეკონომიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს გადასახადი და ამის გარეშე ძალიან გაუჭირდება. კი ბატონო, ანუ გადასახადი ესე ფორმდება ხოლმე, რომ გადასახადი ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკისთვის. გადასახადი ძალიან მნიშვნელოვანია მთავრობის ადმინისტრაციული რესურსისთვის. მთავრობისთვის არის ეს ასე ვთქვათ გადასახადები და არა ეკონომიკისთვის. ეკონომიკასაც უფრო ნაკლებ ფულს გამოართმევ, მით უფრო მეტი ფული დარჩება და მით უფრო ეკონომიკისთვის დადებითი იქნება, მეტი ინვესტირების და მეტი შემოსავლების შესაძლებლობაც გააჩენს. და ეს მხოლოდ ასე ვთქვათ სამთავრობო მიმართულებით არის, ასე ვთქვათ, როდესაც საუბარია რომ ბიუჯეტი უნდა გქონდეს დიდი. და რატომაც არ მცირდება და როდესაც საუბარია რომ თუნდაც რაღაც მოკლევადიან პერიოდში მოხდეს აი ამ გადასახადების შემცირება, რატომაც ვთმობთ, იმიტომ რომ დიდი ასე ვთქვათ ბიუროკრატია გვაქვს, დიდი მთავრობის ზომა გვაქვს და შესაბამისად აი ამ გადასახადების შემცირება იმ დაგეგმილ ბიუჯეტს ასე ვთქვათ პირიქით ამოაყირაებს და მთელ რიგ პრობლემებს გამოიწვევს ადმინისტრაციულ რესურსში და შესაბამისად აი ამიტომაც არ ხდება ჩვენ რომ გქონდეს მცირე მცირე ზომის მთავრობა ეს ნიშნავს იმას რომ ნაკლები ადმინისტრაციული რესურსი ჭირდება მცირე მთავრობა ნიშნავს იმას რომ მოსახლეობა არის შემოსავლიანი მაღალ შემოსავლიანი ბიზნესი გვაქვს ეკონომიკაში ეკონომიკა განვითარებულია და შესაბამისად ამის ფუფუნება ამის შესაძლებლობა აქვს უკვე მთავრობას რომ ნაკლები ფული ჭირდება თავის მომსახურებისთვის და ამის ნაბიჯის გადადგმის შესაძლებლობა აქვს, მაგრამ ჩვენ პირიქით ვართ, მცირე ეკონომიკა გვაქვს და დიდი ზომის, ასე ვთქვათ, მთავრობა. და ერთად დავამატებდი, როდესაც საუბარი არის ხოლმე, რომ აი ინფლაციაზე ვსაუბრობთ, განსაკუთრებით როცა მაღალი ინფლაციის მაჩვენებელი გვაქვს, ყოველთვის რატომღაც პირველი ნაბიჯები მიდის, რომ როგორ შევამციროთ ფასები. და ეს დამახასიათებელია დაბალ შემოსავლიანი ღარიბი ქვეყნის გადმოსახედიდან, რომ როგორმე, ასე ვთქვათ, მომხმარებლისთვის იყოს ხელმისაწვდომი. სინამდვილეში როგორ უნდა გავზარდოთ შემოსავლები ახლა. ზუსტად, აი პირიქით სხვა მიმართულებით უნდა იყოს. ეს რატომ არის კი შესაძლებელია, რომ ნუ ეკონომიკა უნდა განვითარდეს, ასე ვთქვათ, ოლიგოპოლიური, მონოპოლიური ბაზარი არ უნდა ქონდეს და კონკურენტული გარემო უნდა ქონდეს, ფინანსებზე ხელმისაწვდომობა უნდა ქონდეს და შესაბამისად მეტი პროდუქცია იწარმოებოდეს ქვეყანაში. ეს ცალკე ეკონომიკური საკითხია და მეორე საკითხია, რომ შემოსავლები უნდა გაიზარდოს, ადამიანები უნდა გახდნენ მყიდველუნარიანები აი ამ პროდუქტების მიმართ და სხვა შემთხვევაში ყოველი ასე ვთქვათ გაძვირებული თეთრი მერე უკვე ასე ვთქვათ მტკივნეულად დაისახება მოსახლეობის ჯიბეზე. იმიტომ რომ დაბალ შემოსავლიანი ადამიანები ვართ და ეკონომიკური პოლიტიკა ზუსტად აქეთკენ უნდა იყოს, რომ მაღალ შემოსავლიანი გახდეს ადამიანები დღეს როგორ უნდა იყოს როგორც ისე მთავრობის პოლიტიკა ინფლაციასთან ბრძოლის ნაწილში. რასელოდებით მომდენო თვეებში მათ შორის რეფინანსირების განაკვეთის და სხვადასხვა მიმართულებით რაც არის. ხო, ნუ პირველი ის რომ ნუ რეფინანსირების განაკვეთის ზრდა რაც წინა ასე ვთქვათ პერიოდში გქონდა მცირე 0.5%, ნუ 0.25% მცირე ასე ვთქვათ პროცენტული პუნქტით ზრდა ეს, თუმცა მაინც ზრდა ეს, მაგრამ ჩვენ მაშინაც ვისაუბრეთ რომ ეს იყო
პრევენცია, წინასწარ ასე ვთქვათ, გადადგმული ნაბიჯი იქით რომ მოსალოდნელი იყო მაღალი ინფლაციური მაჩვენებლები და აი ამ მაღალი ინფლაციური მაჩვენებლის მოსათოკად წინასწარ გადადგმული ასე ვთქვათ ნაბიჯი იყო. ეს რეფინანსირების განაკვეთიც არის მოკლევადიანი პერიოდისთვის გათვლილი. გრძელვადიანი პერიოდისთვის ეს პირიქით ეკონომიკისთვის დამანგრეველია. დამანგრეველი რატომ? იმიტომ რომ შენ რომ რეფინანსირების განაკვეთს დი, ესე იგი სესხს ზრდი, ანუ ფულზე ხელმისაწვდომობას დი. ეს ნიშნავს იმას, რომ ის ბიზნესი, ის ეკონომიკური სუბიექტები, რომლებიც აი ამ ფულს ბანკიდან იღებენ და ძირითადი ასე ვთქვათ ფინანსური წყარო დღეს არის საბანკო სისტემა, ამ ადამიანებს უძურდებათ ეს ასე ვთქვათ ფული. შესაბამისად, ეს გაძურებული ფული, ეს გაძურებული დანახარჯი აისახება ამ ასე ვთქვათ პირების წარმოებულ პროდუქციაში, გადაეცემა ამ ასე ვთქვათ პროდუქტებს და იწვევს კიდევ ამ ასე ვთქვათ ღირებულების გაზრდას, პროდუქციის ღირებულების გაზრდას და მე ის რეფინანსირების განკვეთ, როცა ვსაუბრობთ, რომ კარგია რომ გავზარდეთ და ამით მოვთოკეთ ინფლაცია, შემდეგ ძელოდიან პერიოდში კი ეკონომიკაც გვიჩერებს. ამ ნაწილში ბოლო კითხვა მინდა რომ დაგისვათ IBRD-ის განახლებული პროგნოზი იყო გუშინ, რომელმაც გაზარდა 9% ეკონომიკური ზრდა. დღეს რა არის მთავარი განმაპირობებელი ფაქტორები საქართველოს ეკონომიკური ზრდისა? ეკონომიკურ ზრდაზე როცა ვსაუბრობთ, ერთსა და იმავე მიმართულებით მივდივართ. იგივე აი ამ ეკონომიკის ერთ-ერთი კარგი დამახასიათებელია თქვა ექსპორტის მაჩვენებლები, რომლებიც აი გვიჩვენებს, რომ აი დაიწარმოება ქვეყანაში და რაში გვაქვს ასე ვთქვათ პოტენციალი და ამ საგარეო ვაჭრობის სტატისტიკას რომ ჩახედავთ, უკვე წლებია, ათეული წლებია, რომ გვაქვს ესეთი მთავარი შემადგენელი ექსპორტის პროდუქტების არის ეს ფეროშენადნობი, ეს არის ღვინო და ალკოჰოლური სასმელები, სპირტიანი სასმელები, შემდეგ უკვე ემატება ავტომობილები, რომლებიც არის რეალურად რეექსპორტი. ანუ ესეთი ეკონომიკა გვაქვს და ესეთი ეკონომიკის პირობებში რა პროგნოზი დაიდება და 0.1%-ით გაზრდიან თუ შეამცირებენ ამ პროგნოზებს, არსებითი მნიშვნელობა ამას არ აქვს, იმიტომ რომ სიტუაცია ის კონიუნქტურა რაც გვაქვს იგივე რჩება, არაფერი რადიკალურად არ იცვლება და ის მაჩვენებელი რეალურად ჩვენ თუ ეკონომიკურ რაღაც განვითარება გვინდა და კეთილდღებას მივახცოთ, პირველ ეტაპზე აუცილებელია რომ ორნიშნა ეკონომიკურს დაგვქონდეს. ორნიშნა ეკონომიკურს დანიშნავს იმას, რომ სწრაფად იზრდება, ბევრად სწრაფად იზრდება ეკონომიკა და ეს ჭირდება დღეს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას და არა ის მაჩვენებლები რაც გვაქვს. ეს ასე ვთქვათ მაჩვენებლები რა ეკონომიკური ზრდებით გვაქვს, უბრალოდ ეს არის ასე ვთქვათ თიდან დაგორებული ლოდი, რომ აი მიემართება აი ამ ტენდენციას მიყვება და ამ ტრენდში ხო, აი ამ ტრენდში ასე ვთქვათ ვართ და აი ამ ტრენდიდან კონკრეტული რაღაც ასე ვთქვათ მიმართულებები ხშირ შემთხვევაში ამოვარდება, კონკრეტულად რაღაც დამატებით ეფექტს გვაძლევს და ეს არის ჩვენი ასე ვთქვათ რეალური ეკონომიკური სურათი. ირაკლი, ძალიან დიდი მადლობა ტრადიციულად საინტერესო მიმოხილვისთვის. ირაკლი მაკალათია ეკონომისტი პასუხობდა საქმე ინდილის კითხვებს.